მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით კიდევ ერთი საინტერესო ვიდეოთი ისევ და ისევ მონღოლეთიდან და წინ გველოდება ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და საინტერესო თავგადასავალი, რაც კი აქამდე გქონია და რაც კი აქამდე ჩემს არხზე გინახავთ. ასე რომ აუცილებლად ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს, აუცილებლად არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ, ვიდეოს დალაიქება და დარწმუნებული ვარ, რომ აი კომენტარებზე თქმაც აღარ დაგჭირდებათ, იმდენი კომენტარი დაიწერება ამ ვიდეოზე. ახლა ვიმყოფები ულან-ბატორში, მონღოლეთის დედაქალაქში და მივემგზავრები ადგილზე, სადაც როგორც უკვე გითხარით წინა ვიდეოში, ყველა ტურისტულმა უარი მითხრა ამ ადგილის მონახულებაზე, რადგან ძალიან შორია, ძალიან ძვირიჯდება ეს ყველაფერი და მოკლედ თვითონაც არ უღირთ რა. ხოლო მე რა თქმა უნდა უკან არ დავიხიე, ყველაფერი გავაკეთე, ვიბრძოლე, ადგილობრივი ვნახე ვიღაც, ვინც იმ ქალაქში ცხოვრობს და ვინც დამეხმარება, მოკლედ ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, უფასოდ არ გამოდის არაფერი. ეხლა ვეცდები, რომ ავტობუსის ბილეთი ვიყიდო, დღეს ღამე გავემგზავრო ქალაქ მურუნში, საიდანაც უკვე უნდა წავიდე კიდე ერთ პატარა სოფელში, მოკლედ 2 დღე დამჭირდება დაახლოებით გზაში, რომ იმ სოფლამდე ჩავიდე, რისი გადაღებაც მინდა, მაგრამ ეს ტომი მოწყვეტილი არის გარე სამყაროს საერთოდ. ყველანაირ ცივილიზაციას და საერთოდ ყველანაირ ტექნიკას, ტექნოლოგიებს და ასე შემდეგ ცხოვრობენ ისე როგორც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ეს არის მსოფლიოში უკანასკნელი ტომი შემორჩენილი, რომელიც ირმებს იყენებენ გადასაადგილებლად. აი ესეთი საოცარი ადგილის მოსანახულებლად მივდივარ. ასე რომ ეს არ იქნება რიგითი ჩვეულებრივი დადგმული ტურისტული მარშრუტი, რასაც მონღოლეთში ძალიან ბევრს გთავაზობენ. იქ გობის უდაბნოში აკლემებით სიარული და ასე შემდეგ. ეს იქნება ნამდვილი შეულამაზებელი თავგადასავალი, ისეთი როგორიც ამ არხს ეკადრება და ისეთი როგორიც ჩვენ გვიყვარს, ასე რომ იმედია ყველაფერი გამოვა. ჯერჯერობით კიდე 100%-ით ყველაფერი არ ვიცი რა როგორ იქნება, ასე რომ მოკლედ გზა და გზა ყველაფერს გაგიზიარებთ. და რა თქმა უნდა ამ დაუვიწყარ მოგზაურობაში ჩემთან ერთად იქნებიან ჩემი უმაგრესი სპონსორები, ვინც გვერდში მიდგანან ყველა ჩემს წამოწყებაში და ყველა ჩემს ახალ იდეებში და მოგზაურობებში. ეს არის კომპანია ლაგი, ქართული წარმოების მზესუმზირა ბლექსტარი, ხოლო ჩემს ჯანმრთელობაზე და ჩემს უსაფრთხო მოგზაურობაზე ზრუნავს ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა. მოვედი ავტობუსების გაჩერებაზე და ესე ლამაზად გამოიყურება სხვათა შორის ულან-ბატორის ახალი ავტობუსების გაჩერება არის ეს. აი ამ ავტობუსით უნდა ვიმგზავრო 11 საათი. დავჯექი და დავიძარით ქალაქი მურენისკენ. რო გითხრათ კომფორტულად ვზივართ, მოგატყუებთ, მაგრამ იმედია ავტობუსი არ გაივსება და სადმე გადაჯდომას შევძლებ. აი ასე გამოიყურება ჩვენი პირველი გაჩერება. ღამის 10 საათია დაახლოებით დაღამდა უკვე და წინ კიდე დაახლოებით 8 საათიანი გზა გვაქვს. თქვენი საით გაგიწევიათ, მეგობრებო. ესეც ქალაქი მურენი, ჩამოვედი მეგობრებო, ავტობუსმა დააგვიანა დაახლოებით საათნახევარი. დილის 6 საათზე უნდა ჩამოსულიყო და 8 საათი დაიწყო უკვე. ამ ქალაქშიც რო ჩამოვედი, ბევრად უფრო სიგრილია, ეხლაც სიცივი არის და სადაც მივდივარ, იქ კიდევ უფრო მეტად სიცივია და თან არაფერი არ მაქვს წამოღებული საერთოდ. ერთი აი ეს მოსაცმელი, ისიც აი ბოლო მომენტში რო გამოვდიოდი სახლიდან თბილისში, უბრალოდ ჩავაგდე, რომ აი რა იცი, მაინც რა ხდება თქო და კიდე კაი რო ეს მაინც წამოვიღე. მოვიდა ჩემი მძღოლი, ეხლა აქედან მივდივართ ერთ ადგილზე, სადაც უნდა გადავშდეთ სხვა მანქანაში და იქიდან უკვე წავალთ ერთ სოფელში, საიდანაც უკვე ცხენებით გავაგრძელებთ გზას. მოკლედ ესეთი ამბები გველოდება წინ. თქვენ ამასობაში არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ რა თქმა უნდა. მოვედი სახლში, სადაც ცხოვრობს სავარაუდოდ ჩემი გიდი და სახლში არიან მშობლები, რადგან თვითონ წასულია ის რომ სპეციალური ნებართვა გააკეთოს იმ ტერიტორიაზე შესასვლელად, რადგან რუსეთის საზღვარზე არის სპეციალური ნებართვა გჭირდება შესასვლელად, როგორც მაგალითად ჩვენთან ვაშლოვანში არის მსგავსი ნებართვა. Aussieht mit Tilmischte. Ein Sein steht das auch so. Tu e malinki. Узებს დავუსწრებთ. Это чай нравится, не нравится, да? Да. Турик.
ინეს ისნაჩი. თინე. თურცა. მრავიცა, სახში გამომცხვარი პურიაო და ძალიან გემრიელი. სანამ ნებართვას ველოდებით, ცოტა ხანი წამოწექიო და ისვენეო და ეს როგორაო თუ ისვენებ სადღაც ქალაქ მურენში. მოვიდა ჩემი მანქანა და აი ამით გავაგრძელებთ ახლა გზას. როგორც ნახე გზას დაჭირდება დაახლოებით 7 საათი, რადგან მანძილიც არც ისე ცოტაა, 300 კილომეტრში არის სოფელი აქედან, სადაც უნდა ჩავიდე და როგორც ჩანს გზაც არ არის კარგი, ასე რომ დაახლოებით 7 საათი დაგჭირდება გზაში. ჩვენი პირველი გაჩერება საჭმელად გავჩერდით, სადღაც მოვედით რაღაც პატარა დასახლებასავით არის სოფელი და 1-4 საათია მოვდივართ აი სულ ესეთ გზაზე, მთებში, ხეობებში, მოკლედ აი ძალიან ლამაზია იგივე ყველაფერი, მაგრამ ისეთი ცუდი გზა არის, რომ აი სულ დანგრეულები ვართ. ჩემთან 8 საათი გახდა საღამოსი და გამოიცანით სადვარაბა. ისევ გზაში, რა თქმა უნდა, ჯერ არ ჩავსულვარ და კიდე დაახლოებით საათნახევარი ვერ ჩავალ, როგორც გავიგე, იმიტომ რომ ვიკითხე, რომ რამდენი ხანი გვინდა ბოლო-ბოლო ჩავიდეთ მეთქი იქამდე და მინიმუმ საათნახევარი კიდე დაჭირდება. მოკლედ მე არ ვიცი ამ გზას უკან როგორ გამოვივლი, რამე სხვა საშუალება თუ იქნება, რავი, რამდენიც არ უნდა მითხრა, ყველაფერს გადავიხდი, ოღონდ რავი, აი ეს გზა უკან მანქანით არ გამოვიარო, მაგრამ მე მგონი რომ სხვა გზა არ არის რა. ჩამოვაღწიე როგორც იქნა, არ მჯერა, აღარ მჯერა უკვე რომ ჩამოვედი. ისეთი დაღლილი ვარ, აი ესეთი დაღლილი მე მგონი არასდროს არ ყოფილ ვარ არც ერთი მგზავრობის მერე. ესე გამოიყურება ჩემი ოთახი. 3 ადამიანზეა გათვლილი. დაუბინავდი როგორც იქნა, აღარ მჯერა უკვე რომ სასტუმროში ვარ და სასტუმროში რა ამ ოთახში ვარ და დღეს კარგად გამოვიძინებ რა. 24 საათზე მეტი არის უკვე რაც მგზავრობ და ძლივს ჩამოვედი აქამდე რა. ხო და ალბათ ზუსტად ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქ ძალიან ბევრი ტურისტი არ ჩამოდის, დროის გამო, ენერგიის გამო, ამ ფინანსების გამო და მოკლედ ძალიან ბევრი მიზეზი არის, რატომაც ბევრი ტურისტი ამ ადგილს არ სტუმრობს. ხვალინდელ გეგმებს რაც შეეხება, ხვალ დილით 9 საათზე გავდივარ სასტუმროდან, ჯერ მანქანით მივდივართ რაღაც ნაწილი კიდე და მერე უკვე დავიწყებთ ცხენებით სიარულს და ცხენებით ჩავალთ იმ სოფლამდე. მოკლედ ვეღარ ვითებენ უკვე რა, მინდა რომ მალე დავიძინო და მალე წავიდე ამ ტომის სანახავად. ძალიან საინტერესო რაღაცებს მოგიყვებით ხვალ.
დილამშვიდობის მეგობრებო, აი ასეთ საოცარ გარემოში გავიღვიძე დღეს დილით. გარეთ ძალიან ცივა, თან დილის 7 საათი არის, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს ამ სიცივეს. მე კიდე აი ესეთ ფეჩთან ვისაუზმებ ახლა და გავაგრძელებ მერე გზას. აი ესეთი თბილი ჩასაცმელი მომიტანეს ახლა, რადგან მე თბილები არაფერი არ მაქვს წამოღებული. ეს არის ადგილობრივი ტრადიციული სამოსი და არის ძალიან თბილი რა. აი ესე უნდა ვიმგზავროთ ცხენით 1-2 საათი. აბა რა სიტყვით. მოვედით მეგობრებო და ეხლა გავაგრძელებთ გზას უკვე ცხენებით. ძალიან ცივა და ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ წვიმაც დაიწყო. იმედია გადაიღებს და გვაცდის ეხლა იქამდე ასვლას. No, good. Good. ცოტა ურჩი ცხენია მეგობრებო. არ მაცდის ნორმალურად გადაღებას. სათვალე იმიტომ მიკეთია, რომ ქარი პირდაპირ წინიდან უბერავს და თვალებს ვერ ვახელ ისე ცივა. ასე რომ სანამ დამიწერთ, რომ მზე არ არის მოიხსენიო, იცოდეთ, რომ ქარია და მაგიტომ მიკეთია. My name's Mungerten. Mungerten. Ah. Leo. Yeah. Leo. Yes. ჭაობები არის აქ. შენ შემოსვლა რომ გინდოდეს აქ გამორიცხულია შემოხვიდე. რომელიმე ჭაობში ჩაიხჭობი დიდი ალბათობით. და წარმოიდგინეთ ხალხი აქ მთელ ცხოვრებას ატარებს, მთელი ცხოვრება აქ ცხოვრობს. რა სიგიჟია უბრალოდ წარმოიდგინეთ. ჩამოვედი მეგობრებო, როგორც იქნა მოვახციე აქამდე, სადაც 2 დღეა ფაქტიურად მოვდივარ და მოკლედ აი ამ ხალხთან გავატარებ დღევანდელ დღეს და ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებს გაგიზიარებთ ამ ტომის შესახებ. აი ასეთ კაროებში ცხოვრობენ და ეს იქნება დღევანდელი ჩემი სახლი. აქ დავრჩები დღეს ხამე. აი ესე გამოიყურება შიგნიდან. ეს იქნება ჩემი საწოლი. აქ ფეჩი. აი ესეთი კარავი გვექნება დღეს. აბა რა სიტყვით, როგორ გამოიყურება ჩემი დღევანდელი სახლი. მოკლედ 2 დღე არის აქ მოვდივარ რა. აქედან რუსეთის საზღვარი ისე ახლოს არის, რომ შემიძლია ფეხითაც გადავიდე. რა მინდა თორე კი. მეგობრებო, ვიდრე ამ სოფლის დათვალიერებას დავიწყებდეთ და მათი ტრადიციების შეცნობაზე გადავიდოდეთ, მანამდე მოგიყვებით საინტერესო ისტორია, საინტერესო ფაქტებს ამ ხალხის შესახებ, რითი არიან გამორჩეულები. ტაასათები ცხოვრობენ მონღოლეთის ჩრდილოეთში, რუსეთის საზღვართან, ტაიგის სიღრმეში. სულ დაახლოებით 200-300 ადამიანი არის დარჩენილი, რაც 40-50 ოჯახია. ისინი ერთადერთი ხალხია მონღოლეთში, ვინც დღემდე ირმებით გადაადგილდება. მათი ცხოვრება მთლიანად არის დამოკიდებული აი ამ ირმებზე. რძით ამზადებენ კეფირს, რძეს და სხვადასხვა რძის ნაწარმს, ხოლო ტყავით ამზადებენ ტრადიციულ იურტებს და ტანსაცმელს. ისინი მონღოლეთის ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ეთნიკური ჯგუფია და ნადირობა და თევზაობა მათი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია. ოჯახები ბანაკს სეზონურად იცვლიან. ზამთარში უფრო ღრმად ტყეში გადადიან, ხოლო ზაფხულში მაღალ მთებში ადიან. ტაასათები ინარჩუნებენ უძველეს რწმენას, შამანიზმს. მათი შამანები რიტუალებით უკავშირდებიან ბუნებას, მთებსა და სულებს. ეს ტომი ერთ-ერთი ბოლო ცოცხალი მაგალითია შამანური კულტურის მთელს მსოფლიოში. მათი რწმენით ადამიანისა და ირემის ბედი ერთმანეთთანაა გადახლართული. თუ ირემი დაიღუპება, ეს მთელი ოჯახის იღბალზე აისახება.
სწორედ ამიტომ ისინი ირმებს ოჯახის წევრებივით ეპყრობიან. ეს ხალხი ცხოვრობს ისე როგორც მათი წინაპრები საუკუნეების წინ. სწორედ ამიტომ ტაასათები არიან ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და საინტერესო ტომი, რომლის ნახვაც დღესაც შესაძლებელია. აი ესე მზადდება ირმის რძით ჩაი. ძალიან უყვართ აქ. ეხლა გეგმავთ დღეს აღამოს შამანთან ასვლას, რაც ტრადიციული რიტუალის ჩატარებას აპირებენ და მოკლედ მეც მინდა რომ დავესწრო ამ ყველაფერს და იმედია გამოვა. აი ეს კაცი არის ნამდვილი ხელოვანი მეგობრებო, ნახეთ რა დახატა. ამ წუთას მოიტანა და ნახეთ. ეს არის ირმის რქა და აი ამაზე ხატავენ რაღაცებს, აი ესეთი. ამაზე რაღაცები. And when I come here, I don't have any, just this. And she gave me this. Oh, for borrow? Yeah. It must be very warm, no? Now, yeah. It's very. ეს ადამიანი არის ადგილობრივი, ასევე ვისაც ტურისტები ჩამოყავს აქ რა და ეხლაც ჩამოყვანილი ყავს სხვა ტურისტები და მოკლედ რომ ცოდნო და ბევრად უფრო მარტივად მოვახწევდი აქამდე, ასე რომ თქვენ გაგიმარტივებთ და ვისაც გექნებათ სურვილი აქ ჩამოხვიდეთ, ესტუმროთ ამ ხალხს, Instagram-ს დაგიტოვებთ ამ ადამიანის, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ სხვადასხვა ტურები მონღოლეთში, საკმაოდ საინტერესო ტურებს თავაზობს ხალხს. მოკლედ თქვენ ბევრად უფრო გაგიმარტივებთ ამ ყველაფერს ვიდრე მე. ეხლა გავსინჯოთ ჩაი ირმის რძით. მოკლედ ხო გეუბნებთ, ყველაფრის რძე დამილევია უკვე რა, ძროხის, აქლემის, ცხენის, რავი, ყველაფერი და ეხლა აგერ ირმის რძესაც დავაგემოვნე. რძის გემო აქვს ძალიან. ჩაის გემო საერთოდ არ არის. მარტო რძე არის რა. რო გითხრათ გემრიელია თქო მოგატყუებთ. არა ერთს კიდე ბოუსო. So they believe in shaman also, yeah? Shaman is main religion for the reindeers. And everyone cannot be a shaman. There is some spirit. And there are East Terra one shaman, West Terra another shaman. And how they choose shaman? If shaman die, how they choose new shaman? Одоо нөгөө дунуудчин одоо юунууд нас орохоор дараагийнхаа хүнийгээ сонгох юм бол хоёроо мэдчихэв үү? Таганбог. Тэ, таганбог. There is the born there is sign for the so they train and now if they die there is another child or generation is prepared. Okay. And what can do shaman for people? Shaman is every place has God, no? Mountain has God, the sky, fire, and then there's also in my relatives. I've seen the shaman cover the eyes, and then my relative doesn't drink and smoke, but when it comes, her voice has become very strange, old woman voice, and then he covered, and then he drinks a bottle of vodka, and then smoke lots and speak different languages, and there is someone beside explain, and then people ask things and the person say different language and answer. No. And today we can try this? Yes, today. He can tell you about your future? That's why people ask, they are going to ask. ნახეთ რა ლამაზები არიან. როგორ მშვიდად არიან თავისთვის. ეს რქები აქვთ აი ძალიან ფაფუკი. მოდით თვითონ სოფელს დაგათვალიერებინებთ. ერთი იურტა აქ არის, აქ რაღაც პატარა ქოხები. ეს არის ჩემი კარავი, სადაც დავრჩები. აქეთ არის კიდე რამოდენიმე კარავი, ეს არის სადაც თვითონ გიდები რჩებიან, ვინც გეხმარება აქ ჩამოსვლაში და ასევე რაღაც სამზარეულოსავით არის მოწყობილი.
იქით კიდე რაღაც პატარა ქოხია. აქეთ აი ასეთი შეშა არის მომარაგებული. ეს რისთვის არის, არ ვიცი, აქ წინავთ ხამე თუ რასაკეთებენ. ნამდვილად არ ვიცი. როგორც ახლა მითხრეს, ზაფხულის პერიოდში ყველა ერთად ცხოვრობს. ხოლო ზამთარში, როდესაც აი უფრო ზემოთ ამოდიან ტყეში, ცალ-ცალკე ცხოვრობენ და იყოფიან ესე პატარ-პატარა ოჯახებად. რა მაგალითად აი ამ სოფელში სულ რაღაც 10 კაცი ცხოვრობს ალბათ. გვერდზე არის კიდე ერთი სოფელი, სადაც იქაც ასევე ცხოვრობენ და როგორც უკვე გითხარით, სულ რაღაც 300-400 ადამიანი არის შემორჩენილი, ასე რომ ესე განაწილებულები არიან. წარმოიდგინეთ აი აქ რო ცხოვრობენ, მთელი ცხოვრება, არც დენი, არაფერი საერთოდ, არანაირი კომუნიკაცია არ აქვთ. წარმოიდგინეთ, რამდენად მოწყვეტილები არიან გარეს სამყაროს, რომ 2 დღე დამჭირდა აქამდე ჩამოსასვლელად მე და თვითონ ალბათ ქალაქში არც მიდიან საერთოდ არასდროს რა. როგორც მითხრეს, ბოლო პერიოდში ფინანსურად ცოტა უკეთესად არის ეს ტომი, რადგან აი ტურისტების ხარჯზე ბევრი ტურისტი ჩამოდის მაინც და არც თუ ისე იაფიჭდება უკვე როგორც გითხარით აქ ჩამოსვლა და საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებენ რა. ყოველ შემთხვევაში რაც პროდუქტს მაინც ყიდულობენ. შამანთან მოხვედრა, როგორც ამბობენ, არც ისე მარტივია, მაგრამ დღეს მოკლედ შევეცდებით, რომ რამენაირად მოვახერხოთ, რა თქმა უნდა, აქაც თანხა იქნება გადასახდელი დამატებით, რომ შამანმა მიგვიღოს. აქაც რაღაცებს აშენებენ. რაც ის საწყობი არის, როგორც ჩანს. რაღაცებს ინახავენ, რომ არ დასველდეს, აი ზემოთ გადაფარებული აქვს წყალგამომტარი რაღაცები. აი ესე ემზადებიან ზამთრისთვის. წარმოგიდგენიათ ხო, ალბათ აქ ზამთარში რა ხდება, რა სიცივე იქნება და რამხელა თოვლი იქნება. სხვათა შორის ვიკითხე ცხენის ხორცს აქაც ჭამენ თუ არა და მითხრეს, რომ მარტო ზამთარში. როგორც ჩანს, როდესაც სხვა საჭმლის მოპოვება ძნელი არის და ვერსად ვერ მიდიან, კომუნიკაცია არ აქვთ არანაირი, მაგ დროს ცხენის ხორცსაც ჭამენ. ეხლა კი დროა წავიდეთ სხვა სოფლების დავათვალიეროთ, როგორ ცხოვრობენ და ამ ყველაფერს როგორ ფიქრობთ, როგორ გავაკეთებ. აბა თუ გამოიცნობთ. აი ამით შემოვივლი ახლა მეზობელ სოფლებს მეგობრებო და დავათვალიერებ როგორ ცხოვრობს ხალხი. ეს თვალში თუ არ მომხვდება. სანტა დაიძრა მეგობრებო, ახალ წელს იღოთო. სიგზერქები აქ რო. კიდე კაი სათვალე მიკეთია, თორე 1-2 ჯერ კიდე ამომთხარა თვალე. აბა, წავედით. ჩვენი ირემით ტაიგის ტყეში. რა არის ცხოვრება? ხან სათხარ და ხან კიდე ტაიგის ტყეში ირემით დადიხარ. აი ესაა ცხოვრება. აქვე შეგახსენებთ მეგობრებო, რატომ არ ასე უსაფრთხოთ ამ ტაიგის ტყეში, რადგან ჩემი მოგზაურობის და ჩემი ჯანმრთელობის დამცველი არის ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა. და ასევე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა გთავაზობთ თქვენი ბარგის ფრენის გაუქმების ან გადადების დაზღვევას, რაც ძალიან მოსახერხებელია დამერწმუნებით, ვინც ბევრს მოგზაურობთ. და აქვე გეტყვით კიდე ერთ ძალიან კარგ ინფორმაციას, ვინც ალდაგის სამოგზაურო დაზღვევით ისარგებლებთ სიქსთის ავტომობილების ქირაობაზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გექნებათ სპეციალური ფასი. ხო და ამიტომ სპეციალურ ლინკს დაგიტოვებთ ახლა ვიდეოს აღწერაში, რომ ბევრი არ იწვალოთ ამის ძებნაზე და შეძლებთ რომ გადახვიდეთ არტივად და შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა. სწორედ ეს არის აქაურების მთავარი ტრანსპორტი. სწორედ აი ამ ირმებით გადაადგილდებიან ადგილობრივები. და ეს არის ერთ-ერთი უკანასკნელი შემორჩენილი ტომი მონღოლეთში ყოველ შემთხვევაში, ვინც ირმებს ესე გადასაადგილებლად იყენებს. აი ეს არის შემთთვის ნამდვილი მონღოლეთი მეგობრებო. ზუსტად აი ეს ტრადიციები, რაც საუკუნეების წინ იყო და ზუსტად ის სარწმუნოება და ასე შემდეგ, რაც საუკუნეების წინ იყო და ჯერჯერობით ისევ ხელშეუხებელია. და არა ის რაღაც დადგმული ჯგუფური ტურები, რასაც 99%-ს სთავაზობს ყველა ტურისტული კომპანია მონღოლეთში. საოცარი შეგრძნებაა, რა გითხრათ. დაახლოებით 1 წლის წინ გეგმავდი აქ მოგზაურობას და ზუსტად ეს ადგილი იყო, რაც მქონდა მონიშნული და ძალიან დიდი ხანია აი ამ ყველაფრის ნახვა მინდა საკუთარი თვალით. და აქაც კი რო ჩამოვედი, იმდენად რთული იყო აქ მოხვედრა, რომ ბოლოს
უკვე ვფიქრობდი, რომ საერთოდ გადამეფიქრებია აქ წამოსვლა და სხვანაირად გამეტარებინა ის დარჩენილი დღეები, რაც აქ მქონდა, მაგრამ არ დავნებდი. ფარხმალი არ დავყარე. და მაინც გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც ასე ძალიან მინდოდა. თქვენ კი არხი გამოიწერეთ, მეგობრებო, ძალიან აგთხოვთ რა. ახეთ რამდენი არის მეგობრებო, რა საოცარი სანახაობა. და ეს ირმები ყველა აი ესე არის მოშინაურებული. ეხლა დავფიქრდი და ამ 2 დღეში უკვე რამდენი ტრანსპორტი გამოვიცვალე. ჯერ ავტობუსით მოვდიოდი, მერე რუსული უაზით, მერე ცხენზე გადავჯექი. ცხენიდან უკვე აგერ ირემზე გადმოვჯექი, ირემით ვაგრძელებ მოგზაურობას და შემდეგი რა უნდა იყოს არ ვიცი, რავი. აკლემის თუ არის აქ სადმე, აკლემზეც დავჯდები და მეტი ტრანსპორტი მე არ ვიცი. მოვუახლოვდით ერთ სოფელს. აგერ რაღაცებს აგროვებენ ტყეში ქალები. ეს ჩვენი პირველი სოფელი, სადაც მოვედით. მოვედით მეზობელ სოფელში. აქ უფრო მეტი კარვები დგას სხვათა შორის. ესეთი კარვი. Ülke yine girdi. Zaten bu da oxtum baydı için bol çıktı geçti. Yine ayda karışsın belki de. Thank you. სადაც მიდიხარ ყველგან ჩაის გთავაზობენ ირმის რძით. ამათ ძალიან უყვართ, მაგრამ ისეთი უცნაური გემო აქვს, რომ არ ვიცი მე ვერ შევიყვარე ჯერჯერობით ირმის რძე. ცოტა მაინც უნდა მოსვას ცდილობის ამბავია. Taptan değil olsa değil mi? Mesela mamne forum biraz uçaksın da. Antantium aptayos nelu. ამოვისეირნოთ გარეთ დავათვალიეროთ აქეთ როგორ ცხოვრობს ხალხი. იქით ცოტა მოშორებით კიდე ჩანს სხვა კარვები, როგორც ჩანს კიდე პატარა დასახლება არის იქითაც. I have gift. You like? You like? Yeah. This is Georgian. Blackstar-ი მეგობრებო, აქ რო არ დავარიგო, ეხა ისე ხო ვერ წამოვა. Wanna try? Yeah? Yeah? აბა ვნახოთ როგორ მოეწონებათ. აგერ შუა ტაიგაში Blackstars მივირთმევთ ყველანი ერთად. It's good? Good? Yes? Thank you. აბა რა გეგონათ, აქედან ისე წავიდოდი, რომ Blackstars არ გავასინჯებდი? რა თქმა უნდა არ წავიდოდი ის. აი ასე ცხოვრობენ ამ სოფელში. აქაც რა თქმა უნდა, ყველას თავისი ირემი ყავს, ცხენები და თავისი კარვები. აი ბებო იქ რაღაცას აგროვებს ტყეში. ვნახოთ აბა რას აგროვებს და მივეხმაროთ ჩვენც. რაღაც მოწვივით რაღაცეები არის შავები და იმას აგროვებს. აბა მივეხმაროთ. აი ესეთ რაღაცეებს აგროვებს. რა არის არ ვიცი. Und? ჩემი ირემი შეკაზმულია. ამაც ავიდა სანტა
არც ისე მოსახერხებელი ამ ირმით სიარული, მაგრამ ოქნა. სხვა რა გზა. ცხენს მაინც ჯობია რა. ნახეთ როგორი გარემოა ირგვლივ შეხედეთ. რაღაცა გეგონება ზღაპარში ხარ სადღაც რა. ან რაღაც თამაშის პერსონაჟი მგონია თავი. ვიდრე ჩვენს ბანაკში დაუბრუნდებოდეთ, შეგახსენებთ ლაგის აპლიკაციას, შეგიძლიათ გადმოიწეროთ და შეიძინოთ ძალიან სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რაც ყველაზე მთავარია ხელმისაწვდომ ფასად. როგორც ხედავთ, მე მონღოლეთშიც კი ლაგის ინტერნეტს ვიყენებ და ძალიან კარგადაც სხვათა შორის, აქაც კი ტაიგის ტყეში არის ადგილები, სადაც ინტერნეტს ვიჭერ და ეს ყველაფერი ლაგის დამსახურებაა. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ლაგის. სხვათა შორის ასეთი ლამაზი ლეგენდა აქვთ ადგილობრივებს, ირმებს რატომაც ცემენ ასეთ პატივს, რომ ეს თვით ღმერთმა გამოუგზავნა ირემი, რომ ამ ტაიგის ბნელ ტყეებში გზა გაენათებინა. აი ესეთი ლეგენდა არსებობს, ამიტომ განსაკუთრებულად უყვართ ამ ხალხს ირმები და როდესაც ირემი კვდება ოჯახში, ეს ძალიან ცუდის ნიშანი არის და როგორც სხვა ცხოველს, ისე არ ექცევიან და უბრალოდ არ მარხავენ. განსაკუთრებულ რიტუალებს ატარებენ, რომ შემდეგ ისევ დაუბრუნდეთ მათ. დაუბრუნდით ჩვენ სოფელში და ემზადებიან უკვე ღამისთვის, ირმები ცალკე წაიყვანეს, არ ვიცი სად წაიყვანეს, ფეხები შეუკრეს და ისე. ხოლო აი ცხენებს ცალკე აბავენ აქეთ. მოკლედ ვემზადებით ნელ-ნელა ღამისთვის, მაგრამ თქვენ თუ გონიათ რომ აქ თავრდება ყველაფერი, ძალიან ცდებით, იმიტომ რომ დღეს ღამე შამანთან მივდივარ და ნახოთ რას გვეტყვის ჩვენი შამანი. ღამე ამ ცხოველების გარეთ დატოვება სავარაუდოდ არ არის უსაფრთხო და ამიტომაც ცდილობენ რომ წაიყვანონ აქედან, ალბათ ცალკე აქვს სადმე აშენებული, სადაც ღამე შეაფარებენ. თორე როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ნადირი არის ამ ტყეში, დათვი, მგელი და ასე შემდეგ. მთელი გზა რომ მოვდიოდი, ვინც მომიყვანა მძღოლმა, ტელეფონში მანახებდა ფოტოებს მგლებზე რომ ნადირობს რა და ეს მკვდარი მგლები და მოკლედ ძალიან ბევრი არის რა როგორც ჩანს, მაგრამ არც ეს კარვები ჩანს უსაფრთხო, იმიტომ რომ არც კარები არ აქვს არაფერი და ნახოთ იმედია ღამე არ გვესტუმრება რამე ცხოველი. ცეცხლიც დამინთეს კარავში. ნახოთ აბა როგორ გათბა ქაურობა. ოჰოჰოჰო. კარგია. დავისვენოთ ცოტა ხანი, ტექნიკას დავტენი, გავთბები და ამასობაში შამანთან წასვლის დროც დადგება. როგორც აღმოჩნდა, ირმებს უყვართ მარილი და ესე მარილით მოყავთ ახლოს რა, როგორც ცხრებს მაგალითად სიმინს უყრიან ან ასე შემდეგ, ირმებს უყვართ მარილი თურმე. და მარილის სუნზეც კი ძალიან მარტივად მოდიან. ეს სხვადასხვა ხეებზე აბავს ახლა. აი კიდე როგორ მოყავს მარილით. გარეთ უკვე კარგად აცივდა. ეს ქვები ისე ყრია, თითქოს რაღაცის ნანგრევები არის. აი შუა ტყეში ირგვლივ, საერთოდ არანაირი ნასახი არ არის ქვების და ესე ამ ადგილას არის მარტო. თითქოს ნანგრევები არის. აი ესეთი მზის ელემენტი აქვთ, რასაც დენისთვის იყენებენ. აი ამებს ტენიან იმ მზის ელემენტებზე და მე ამას იყენებენ. ბევრიც არ ჭირდებათ მხოლოდ რაღაც ფანრების და მსგავსი ელემენტარული რაღაცების დასატენას ჭირდებათ. სხვა ტექნიკა აქ მაინც არაფერი არ აქვს. წავედით შამანის სანახავად, დაახლოებით 20 წუთი უნდა ვიაროთ ეხლა ფეხით, სანამ ჩავალთ იმ სოფლამდე, სადაც შამანი ცხოვრობს. თან აუცილებლად დაღამებული უნდა იყოს, რომ შამანმა ეს რიტუალი ჩაატაროს ყველაფერი. დაახლოებით 8 საათი დაიწყო ჩვენთან უკვე და სანამ ჩავალთ, ამასობაში დაღამდება. აი რა გზის გავლა მიწევს, რომ იცოდეთ. ჭაობები არის ყველგან. შეიძლება ჩავარდე სადმე და ვარ ჩვეულებრივი ბოტასებით. ფიქრობ ეხლა რომ მივალ რა უკითხო შამანს. თქვენ რას კითხავდით? შესაძლებლობა გქონოდათ? დამიწერეთ კომენტარებში. მოვუახლოვდით სოფელს, სადაც შამანი ცხოვრობს და აბა ვნახოთ რა დაგხვდება.
ცოტას ნერვიულობს სიმართლე გითხრათ. რამე ცუდი არ მითხრას ამ შამანმა ახლა. იმედია მეტყვის 100,000 გამომწერზე ახალო ამ წლის ბოლომდეო ან მეტზეცო ნახოთ აბა. ველოდებით მზის ჩასვლას რო შამანმა დაიწყოს თავისი რიტუალები და მოკლედ ახლა მოგიყვებით რაღაც საინტერესო რაღაცებს რაც გავიგე აქ ამ შამანის შესახებ. მოკლედ ჩვეულებრივი ადამიანია დღის განმავლობაში, მაგრამ მზის ჩასვლის შემდეგ, ანუ განსაკუთრებული უნარი აქვს, რომ დაუკავშირდეს ცაში სულებს და რომელიმე სული ჩაუსახლდება მოკლედ მას ამ რიტუალის განმავლობაში რა. ეს შეიძლება იყოს ქალი, შეიძლება იყოს კაცი, შეიძლება იყოს მოხუცი ქალი და იწყებს იმის ხმით ლაპარაკს, ვინც მას ჩაუსახლდება. აი ესეთი საინტერესო რაღაცა არის. და მე პერსონალურად შედიხარ, რასაც გინდა იკითხები და იმ მომენტში ანუ შეიძლება გიპასუხოს სხვის ხმით, შეიძლება გიპასუხოს ქალის ხმით და ასე შემდეგ რა. ასე რომ ვკითხე რომ ქალია თუ კაცია თქო მითხრა რომ ორივეო რა. იმიტომ რომ მე არ ვიციო რა მომენტში ვისი სული ჩაუსახლდებაო. აი ასეთი საინტერესო ინფორმაცია მაქვს შამანს. შემოვედით შამანის კარავში და ეხლა დაიწყება რიტუალი. ეს რაღაც ხვენი მოუტანეთ. Патрон тавгүй байгаа. Би засаад өгөө. Აცები დაავაგა. რაც ჩვენ მოვიტანეთ. Эрт байх юм болоо. Purifying head, then after purifying the soul. It's very nice smell. იმზადება ნელ-ნელა. Sage? აი ამ რაღაც სპეციალური ხის კვამლზე წმინდავენ ჯერ. ჩასაცმელს რაც უნდა ჩაიცოს. ირმის ფეხიც დავინახე ამ დოლში შიგნით. Sometimes your work like failure
what you think expected works? Sorry. You don't understand. She's asking that sometimes you want your wishing work, not that like failure, not the succeed. If it happens. It happened to you. Usually these days. No. ეხა მე მკითხა რომ რამე ისეთი ვარიო რაც გინდაო და არ გამოგდისო. ხოდა. აუ ჯერჯერობით არა მეთქი მე უთხარ. ალბათ 100,000 გამომწერზე რო ვერ ავდივართ. მაგაზე იყო ლაპარაკი. გამოიწერეთ არხი. შელოცილი კამფეტი მომცეს. იმედია. რამე შელოცვა არ გადმოვა. really confetti. My first plan is to take 100,000 subscribers. So is it possible for me? Can he say this? Тэгээд нөгөө YouTube дээр ингээ бичлэг хийдэг байхгүй юу? Тэнгүүд нөгөө тэрэн дээр ингээ хүмүүс тийм хүмүүс одоо үзсэн хийсэн юмнууд хийж байгаа юм байна шүү дээ. What's your name? Leo. Leo. Only Leo. Levan. Leo Levan. She will fix the way and your work will complete and she will pray for your work. Okay. Thank you. She is going to fix all the time your work. Thank you. დავბრუნდი მეგობრებო ჩემს კარავში. კარგად გამთბარი დამხვდა ფეთში, კარგად არის. მარტო ვარ ამ კარავში როგორც ხედავთ. მოკლედ რა გითხრათ ჩამანზე რა. თქვენ თვითონაც ხო უყურებდით რა ხდებოდა იქ რა. მე ცოტა სკეპტიკურად ვარ ხოლმე განწყობილი მსგავსი რაღაც რიტუალებისადმი, მაგრამ ამ ადამიანებს ჯერად სწამთ და აი ძალიან დიდ პატივს ძემენ მართლა რა. რაღაც ისე ვიყავით ან განწყობილი თავიდან რომ შეიძლება რაღაც ტურისტები ეხა რაღაც დადგმული რამე იყოს მეთქი, მაგრამ არ არის ეგრე რა. ნამდვილად შემიძლია გითხრათ დარწმუნებით, რომ ტურისტებისზე გათვლილი რაღაც შოუ არ ყოფილა, იმიტომ რომ მე თვითონ ჩემი თვალით ხედავდი იქ რაც ხდებოდა და როგორც იყო ეს ყველაფერი რა. ხო და ჩემი კითხვა რა თქმა უნდა იყო გამომწერებზე. 70% ისე უყურებს ვიდეოებს, რომ არხს არ იწერს და იქნებ შამანის შელოცვა მაინც უშველოს რამე, რავი, ნახოთ. 100,000 გამომწერზე თუ მალე ავედი, გავაძლიერებო შენთვის ოლოცრებსო და დაგეხმარებიო მე ვაქედანო რა. მალე რო ახვიდეო 100,000 გამომწერზეო და ნახოთ, მე გათვლა მქონდა რომ წლის ბოლომდე ავიდოდი 100,000 გამომწერზე და იქნებ შამანის დახმარებით მანამდე მოვახერხოთ ეს ყველაფერი. მოკლედ აი ესეთი საინტერესო და სიგიჟე დღე გამოვიდა თავიდან ბოლომდე. ხვალდილით დაახლოებით 11-ისკენ უკვე წავალ აქედან, დავიძრები ისევ იმ ქალაქში, სადაც ვიყავი, სადაც დავრჩი გუშინ ღამეს და იქედან უკვე წავალ ქალაქი მურენისკენ ისევ, გზას დაჭირდება დაახლოებით 8 საათი ისევ ან 9 საათი მანქანით და მოკლედ ფსიქოლოგიური მომზადება მჭირდება ამისთვის რა. ხო, ეხლა რასაც ვაპირებ რომ გემრიელად ჭამო ჩემი დოშირაკი. წყალი რაში ავადუღო მეთქი, ვეკითხებოდი და არაფერს არ მაძლევდნენ რა, ანუ არაფერი ყველას ძინავს უკვე აქაურებს რა. ჩვენ ეხლა მოვედით. ხო და ვერაფერი ვერ ვნახე რაში შეიძლება და წყლის ადუღება და ეხლა ჩემ კარავში შემოვედი და ესეთი რკინის რაღაცა ჭიქა ვიპოვე. ხო და რიანია რა არის არ ვიცი, მაგრამ რავი გამოურეცხავ და ამაში ავადუღებ წყალს რა. რაც არის ეგ არის, რა უნდა მიქნას. თუ რამეა შამანი აქვე მყავს, შევალოცი. ისეთი მშიერი ვარ, ეხლა აი, რავი ყველაფერს შევჭამდი მართლა. ცხენის ხორცს კი არა, რავი კატარო იყოს იმასაც შევჭამდი. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე გემრიელი დოშირაკია, რაც კი აქამდე მიჭამია. ესეთ მშიერზე აი არ ვიცი, რაც არ უნდა ჭამო, ყველაფერი გემრიელი. მოკლედ, წავედი ახლა ამ დოშირაკს, რა თქმა უნდა, ბოლომდე შევჭამ და მე შევეცდები რომ გამოვიძინო რა. რავი, იმედია ღამე არ გავიყინები. წავედი და ხვალდილით შევხვდებით.
დილამშვიდობის მეგობრებო. დილამშვიდობის მეგობრებო. აი ესე მეძინა გუშინ ღამე. საკმაოდ კარგად მეძინა სხვათა შორის. ღამე 1-2 გამაღვიძა სიცივემ. აუდექი მე ფეჩის დანთება მინდოდა, მაგრამ უკვე ჩამქრალი იყო და ვეღარ ავანთე. მაგრამ ჩემი საძილე ტომარა საკმაოდ თბილი ყოფილა. მოვიდა ჩემი წასვლის დროც ნელ-ნელა. აულაგდი უკვე ჩაუბარგდი და აქედანაც დაახლოებით 1 საათი ცხენით უნდა ვიაროთ, მერე მანქანით მომაკითხავენ, მერე ავტობუსი, მერე მანქანა მაკლედ რავი. 2 დღე ისევ გზაში დავგჭირდება აქედან, რომ დედაქალაქში ჩავიდეთ. როდის სად დამაღამდება და სად მომიწევს დარჩენა ჯერ არ ვიცი, მაგრამ გზა და გზა ყველაფერში გავერკვევით. აი ესენი არის მარილები. სპეციალურად ხეებზე, რომ მოვიდნენ აქ, მიეჩვიან ამ ადგილს ირმები. როგორც მითხრეს ადგილობრივებს, აქ მაცხოვრებელ ხალხს მთავრობა თანხას უხდის ხელფასის სახით, რომ აქაურობა არ მიატოვონ, რადგან ეს ტრადიცია და ეს კულტურა არ დაიკარგოს. ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, აღარ უნდათ აქ ცხოვრება, ყველას ურჩევნია ცივილიზაცია, ქალაქში ჩავიდეს, იქ ცხოვროს, იმუშაოს და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ყველაფერი არ დაიკარგოს, როგორც მითხრეს, არც თუ ისე პატარა ხელფას უხდიან. აბა წავედით, იმედია მშვიდობით ჩავალ იქამდე. თუ რამე ალდაგის იმედი მაქვს. ჩამოვედი, დავბრუნდი ისევ ჩემ პატარა სოფელში, საიდანაც დავიწყე ასვლა, ისევ იმ სასტუმროში მოვედი და მოკლედ აქედან ახლა ცოტას დავისვენებ, ტექნიკას დავტენი, რამეს შევჭამ ყავას დავლევ და გავაგზავნებ ისევ გზას ქალაქი მურენისკენ. არ ვიცი თუ მოვასწარი, მოკლედ დღესვე წავალ დედაქალაქი ულანბატორისკენ თუ არა და ერთი ღამე მომიწევს მურენში დარჩენა. დავიძარით ქალაქი მურენისკენ, მეგობრებო, წინ მელოდება დაახლოებით 8 საათიანი საშინელი მგზავრობა, მაგრამ მოკლედ ისეთი დრო გავატარე ამ ხალხთან ერთად ტაიგის ტყეში, რომ ამან ყველაფერი გადაფარა რა. ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ამ ადგილის მონახულებას წლებია უგეგმავ და ვერასდროს ვერ ვახერხებდი და მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ერთი პატარა ოცნება კიდე ავიხდიდე რა. ასე რომ ეს გზა ჩემთვის უკვე არაფერს აღარ ნიშნავს. პატარა შესვენება მოვაწყვეთ და ხედი უბრალოდ ნახეთ აქედან რა ხდება. ამ სილამაზეს შეხედეთ უბრალოდ. სავარაუდოდ დაგვაღამდება, მაგრამ არა უშავს მაინც ქალაქში მომიწევს დარჩენა დღეს ვერ დაუბრუნდები ულანბატორში. აი წინ თუ ხედავთ იურტები რო ჩანს, აი მან ცხოვრობენ ადამიანები და მთელ ცხოვრებას აი ესე ატარებენ ამ ცხოვრებს. გადარეკავენ ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს და ესაა მთელი ამათი ცხოვრება. კიდევ ერთი გაჩერება და დაგათვალიერებინებთ ახლა კიდევ ერთ შამანურ რაღაც ტრადიციულ რიტუალურ ადგილს, როგორც მონღოლეთში ზოგადად ბევრი შეხვდებათ, განსაკუთრებით ამ რეგიონში, რადგან შამანიზმის მიმდევრები ძირითადად აქეთ ცხოვრობენ. ესე გამოიყურება ერთი დიდი რაღაც კარავივით არის, როგორ კარვებში ცხოვრობდნენ იქ. შიგნით შესვლა არ ვიცი შეიძლება თუ არა, მაგრამ აი ესე გამოიყურება. და ესეთები ძალიან ბევრი არის მთელი გზა. რომ მიდიხარ ტყეებში არის პირდაპირ შიგნით მოწყობილი. ესე ზემოთ ყველას რაღაც სხვადასხვა ნიშანი აქვს, ამას გველი ახატია. აქეთ რაღაც დრაკონი არის, კურდღელი. აი ჩემი მცხოვლიც მოვიდა სალოცავად, ესეც შამანიზმის მიმდევარია. ესე წრეზე წავიდა და ქვებს ყრის ირგვლივ. ეს ბავშვიც რაღაც რიტუალებს ატარებენ. აი ესეთი შამანი იყო. მე ვისთანაც ვიყავი ზუსტად ესეთი რაღაც დოლი ეჭირა ხელში და რაღაც ებს აკეთებდა.
როგორც უკვე გითხარით, ამათვის შამანი არის მთავარი ადამიანი. თუ რაიმე ჭირდებათ, რაიმე დახმარება უნდათ, რაიმის თხოვნა უნდათ, ყველაფერზე მიდიან შამანთან. სხვადასხვა რაღაც ხვენი მიაქვთ, რაღაცა ტრადიციული რაღაცეები და ეს შამანი აკეთებს მე სპეციალურ შელოცვებს, რითიც ეხმარება ამ ადამიანებს. აბა გეცნობათ ეს ადგილი. წინაზე აი გავჩერდით საჭმელად. ეხლა უკან გზაზე აი აქეთ. ეხლა აი დოშირაკს გადავირტყავ აქაც და გავაგრძელებთ გზას. აი ესეთ გზაზე რო გიწევს 300 კილომეტრის გავლა. და სიამოვნებაა. ჩამოვედი როგორც იქნა ქალაქ მურენში ვარ. ესე გამოიყურება დღევანდელი ჩემი დასარჩენი ადგილი. აქ უნდა გავატარო ეს ღამე და ხვალ დილით 8 საათზე გადისო ავტობუსი როგორც მითხრეს ულანბატორისკენ და 1 სული მაქვს როდის ჩავალ დედაქალაქში. ცოტა ცივილიზაციაში დაუბრუნდე, თორე უკვე აი მართლა ძალიან გადავიღალე რა. მოკლედ ბევრს აღარ ვილაპარაკებ ახლა. წავედი და ვისვენო. ხვალ დილით გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა. შუა დღის 3 საათიც მოვიდა ჩემთან. დილის 8 საათიდან გზაში ვარ და ეხლა Google Maps-ზე რო ვნახულობ ულანბატორს დაახლოებით 4 საათის გზა არის კიდე დარჩენილი. როგორც აღმოჩნდა ეს ავტობუსი პირდაპირ ულანბატორში არ მიდის, სხვა ქალაქების გავლით მიდის და ამიტომაც კიდე უფრო დიდი ხანი დაჭირდა ამ ყველაფერს. გარშემოც არაფერი არ ხდება, რომ რამე დაათვალიერო მაინც. პერიოდულად პატარ-პატარა სოფლები თუ გამოჩნდება ხოლმე, ძირითადად არის ტყე და რავი, ძალიან დიდი გაშლილი მინდორი. ეხლაც რაღაც პატარა სოფელი არის აქვე, აი ესე გამოიყურება. დაუბრუნდი მეგობრებო, როგორც იქნა 14 საათიანი მგზავრობის მერე, ისევ დედაქალაქში ვარ და ისევ ავტობუსების გაჩერებაზე, საიდანაც დაახლოებით 5 დღის წინ წავედი მე მგონი. სასტუმრო უკვე დავჯავშნე, ცენტრთან ახლოს არის, სასტუმრო არ არის, უფრო სწორად რაღაც პატარა აპარტამენტია და აღარ ვიწვალებ ახლა ავტობუსების ძებნაზე, პირდაპირ შევეცდები რომ ტაქსით წავიდე და მოკლედ დავისვენო დღეს რა. A few moments later. მაინც ავტობუსით მომიწია წამოსვლა, იმიტომ რომ ძალიან უცნაური ქვეყანა არის, ტაქსები ესე როგორც უმეტეს ქვეყანაში არ დადიან. არც არავინ გეკითხება ტაქსი ხო არ გინდა. ქუჩაში უნდა დადგე და უბრალოდ ხელი უქნიო ესე მანქანებს და ვინმე გაგიჩერებს და რავი შეთანხმდებით რაღაც თანხაზე და წაგიყვანს რა. აი ესე რომ ტაქსი ეწეროს მანქანებს და რაღაც ეგეთი ტაქსები არ არის. ასე რომ ძალიან რთული არის ტაქსის მოძებნა. აი რამდენი გაუკეთებიათ უკვე ფილები, მე რომ მივდიოდი აქ არ იყო და ახალი დაწყებული ქონდათ გაკეთები. აი უკვე რამდენი გაუკეთებიათ. მოვედი მეგობრებო და აი ესე გამოიყურება ჩემი აპარტამენტი. აქეთ არის სააბაზანო. ესე სუფთად გამოიყურება. ამ აპარტამენტში გადავიხადე 2 ღამეში დაახლოებით $60 რა. რაც რავი, მე მგონი ნორმალური ფასია, თან ცენტრთან ახლოს არის, რაც მთავარია. მოკლედ წავედი ახლა მაღაზია არის აქ ჩავალ და რამე საჭმელს ვიყიდი, დავისვენებ, მოწესრიგდები და ხვალ მოკლედ დასვენების დღე მაქვს რა, შევეცდები რომ ისე მშვიდად წყნარად გამოვიძინო, ვიდეო დავამთავრო. მე ქალაქშიც ესე მშვიდად წყნარად გავისეირნებ და ზეგ უკვე ვბრუნდები საქართველოში, ასე რომ ფაქტიურად ხვალ ბოლო დღე გვაქვს მონღოლეთში. ესეც კიდევ ერთი მშვენიერი დღე მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორში. გამოვედი გარეთ, ჩვენი ბოლო დღე არის მონღოლეთში და სიმართლე გითხრათ აღარ ვაპირებდი გარეთ გამოსვლას, ძალიან აცივდა უკვე რო ჩამოვედი, ესეთი სიცივე არ იყო. ეხლა უკვე ძალიან აცივდა და მარტო ეს ერთი მოსაცმელი უკვე აღარ მყოფნის. მაგრამ რადგან ბოლო დღე არის, ჩვენი აქ ყოფნის, გადავწყვიტე რომ მაინც გამოვისეირნო, იქნებ რაიმე ახალი და ამე განსხვავებული ვნახოთ. არა მგონია რამე განსხვავებული ვნახო, მაგრამ მაინც გავისეირნოთ, იქნებ რაიმე საინტერესო მოხდეს. აი ესეთი ლამაზი ცენტრი აქვს ულანბატორს. ეს ყველაფერი ახალი აშენებულია და ჯერჯერობით ისევ
შენდება კიდე ძალიან ბევრი რამ. ისე დამიწერეთ კომენტარებში, შემდეგ ქვეყანა სად ისურვებდით ან შემდეგი ადგილი, სად შეიძლება რომ მოვინახულო. აუცილებლად გავითვალისწინებ, რა თქმა უნდა, თუ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში იქნება. რა თქმა უნდა, თუ ჩვენი ინტერესებიც დაემთხვევა იმ შემთხვევაში. აი ვიცი ქანდაკება აღმოვაჩინე შუა ულანბატორში მეგობრებო. ეს არის მარკო პოლო და როგორც აღმოჩნდა, მონღოლეთში უმოგზაურია 1271-დან 1295 წლებში. და აი ასეთი ძეგლიც მიუძღვნეს მარკო პოლოს. ცენტრალურ მოედანზე გამოვედი ისევ სადაც ვიყავით და როგორც გითხარით ამ მოედანზე სულ სამთავრობო შენობები, მუზეუმები და საჯარო შენობებია სულ. დავბრუნდი მეგობრებო სასტუმროში და დრო აქ დავასრულოთ ჩვენი საინტერესო მონღოლური მოგზაურობა. პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ, ჩემთან ერთად მოგზაურობთ. ძალიან აქტიურობთ Instagram-ზე, რაც ძალიან მახარებს და ვისაც ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, აუცილებლად გადადით და გამოიწერეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო სტორები იდება მოგზაურობის პერიოდში. ასევე ძალიან დიდი მადლობა, ვინც YouTube-ზე აქტიურობთ, კომენტარებს წერთ, ვიდეოებს ალაიქებთ. ვისაც ამ არხის განვითარება გინდათ, ზუსტად აი ეს არის ყველაზე მეტი, რაც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. კომენტარის დაწერა არ უნდა დაიზაროთ და ვიდეოს გადაზიარება და ლაიქება და ასე შემდეგ. აი ეს არის ზუსტად რაც ჩემს არხს ეხმარება განვითარებაში. ვიდრე მონღოლეთის შეფასებაზე გადავიდოდეთ, განახებთ ახლა რა ვიყიდე მაღაზიაში. ესენი ჩინეთში იყიდებოდა, ეს რაღაც მოსუშო რაღაცეები არის, აი ესეთი. რაც არის ძალიან გემრიელი. ეს არის ბულდაკის соусით და ძალიან ცხარია, მაგრამ ძალიან გემრიელი. და ასევე აი ასეთი რაღაცეები არის, რა ქვია, არ ვიცი. აი ესეთი ხინკალს გავს რაღაცით, მაგრამ ცომი არის რაღაცნაირი ძალიან ფაფუკი, ჰაეროვანი და შიგნითაც ხორცი აქვს რა. გემოთი არ გავს, მაგრამ ნუ ისეთი აქაური ტრადიციული საჭმელია და ძალიან გემრიელია. ამას ეხლა რომ მოვრჩები შეფასებას გემრიელად მივიღეთ. მონღოლეთი ზოგადად ისეთი ქვეყანაა, რომ ძალიან დიდი დრო გჭირდება, რომ ეს ყველაფერი კარგად დაათვალიერო და ამ კულტურას კარგად გაეცნო, ამიტომ რა თქმა უნდა აქ გატარებული ეს 10 დღე ჩემთვის საკმარისი არ იყო და დიდი სურვილი მაქვს, რომ მომავალში ისევ დაუბრუნდე და კიდე ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი დაგათვალიერებინოთ, რაც აქამდე ვერ მოვახერხე. და აქ ერთი საინტერესო იდეაც დამებადა. რადგან ბევრი მწერთ ხოლმე ჯგუფურ ტურზე და ბევრს გინდათ ჩემთან ერთად ჯგუფურ ტურში წამოსვლა, ხო არ დაგვეგეგმა ერთი მონღოლური ჯგუფური ტური. რავი, მე მგონი საინტერესო იქნება და ძალიან ბევრი საინტერესო ადგილის მონახულებას შევძლებდით ერთად. თუ იქნება მოთხოვნა, რა თქმა უნდა, კომენტარებს დაველოდები და თუ კომენტარებში იქნება ასეთი სურვილი, რატომაც არა. ვიფიქრებ ამაზე და მაქსიმალურად შევეცდები, რომ დავგეგმო კარგი ჯგუფური ტური. მოკლედ ველოდები თქვენს კომენტარებს. რაც შეეხება ფასებს, იაფი ნამდვილად არ არის ამ ქვეყანაში მოგზაურობა, რადგან აქ თქვენ თვითონ გადაადგილებაც კი ძალიან გაგიჭირდებათ, თუ რაღაც ტურები არ აიღეთ, თუ გიდებს არ გადაუხადეთ და ასე შემდეგ, ცოტა გაგიჭირდებათ აქ მოგზაურობა რა, აი გადაადგილებაც კი ძალიან ძნელი არის. როგორც ხედავდით, მე ავტობუსით დავდიოდი, ასე რომ რაღაცებს მაინც მე თვითონ ვახერხებდი, მაგრამ აი უშუალოდ რაღაც ადგილების მონახულებაში ჯობია რომ გადაიხადოთ, რადგან სხვანაირად შეიძლება ფიზიკურად ვერც მოხვდეთ იქ თუ ადგილობრივებს რაღაც თანხა არ გადაუხადეთ. აქვე საინტერესო იქნება თქვენი აზრი ჩემს მომავალ მოგზაურობასთან დაკავშირებით, დამიწერეთ ადგილები კომენტარებში, რის მონახულებას ისურვებდით თქვენ, რომელი ადგილის, რომელი ქვეყნის, სადაც შეიძლება თქვენ ვერ ახერხებთ წასვლას და სურვილი გაქვთ ამ ადგილის დათვალიერების, მაქსიმალურად შევეცდები გავითვალისწინოთ თქვენი აზრიც და ნახოთ შემდეგი ქვეყანა რომელი იქნება, ერთად გადავწყვიტოთ. მე ხვალ ვბრუნდები საქართველოში, აქედან 10 საათიანი ფრენა მექნება სტამბოლში, სტამბოლიდან 1 დღიანი ლოდინის რეჟიმი მექნება და მე უკვე საქართველოში, ასე რომ დაახლოებით 2 დღე მომიწევს აქედან გზაში ყოფნა და ვისაც Instagram-ზე გამოწერილი გეყოლებით, სტორებში გავაგზავნებ მოგზაურობას. ისევ და ისევ დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად იყავით და ტრადიციულად შევხვდებით შემდეგ საინტერესო ქვეყანაში, საინტერესო ვიდეოთი.